დღევანდელ მსოფლიოში, სადაც თითქმის ყველა სერვისი ციფრულ ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული, სისტემის რამდენიმე წუთით გათიშვაც კი შეიძლება კომპანიებისთვის ფინანსური და რეპუტაციული ზიანის მომტანი გახდეს. ასეთი საფრთხეები განსაკუთრებით მაშინ იმატებს, როდესაც მომხმარებელთა რაოდენობა ერთდროულად მკვეთრად იზრდება, მაგალითად, ბილეთების გაყიდვის, აქციების ან სხვა მაღალი დატვირთვის დროს. ამ პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად ქართული სტარტაპი Radixi, რომელიც მათემატიკური მოდელებისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით კომპანიებს წამებში აფრთხილებს, როდის და რა ტიპის შეფერხება შეიძლება დაემუქროს მათ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, რაც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას თავიდან აიცილონ შეფერხებები. სტარტაპმა საკუთარი გადაწყვეტა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე Vivatex-ზე უკვე წარადგინა, თუ რა მიზანი აქვს სტარტაპს და როგორი იყო გამოხმაურება პარიზში. ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ელენე ლომსაძე, Radixi-ის თანადამფუძნებელი და ბიტსენ პრეცელის ლიდი შტუტგარტში შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ელენე, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო ახალ ინოვაციურ სტარტაპზე უნდა ვისაუბროთ, რომლის თანადამფუძნებელიც ხართ თქვენ. მოდით პირველ რიგში გითხარით, საიდან გაჩნდა იდეა და რას მოიაზრებს უკვე პრაქტიკაში ეს იდეა. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს ასევე. Radixi მე და ჩემი ძმა დავაფუძნეთ 2021 წელს, მაშინ ჯერ კიდევ ძალიან სიახლე იყო მონაცემთა ინჟინერიას და ხელოვნური ინტელექტიც და დღეს უკვე Radixi კომპანიებს ეხმარება, მზარდ კომპანიებს უსაფრთხო მასშტაბირებაში, იმისთვის რომ მათი ციფრული ინფრასტრუქტურა არ გაითიშოს და ასევე დავეხმაროთ ხარვეზების პრევენციაში. მარტივად რომ ვთქვათ, როგორც თქვენ ახსენეთ, ხშირად როდესაც კომპანიები იზრდებიან, მათი ინფრასტრუქტურაც რა თქმა უნდა უფრო კომპლექსური ხდება. რაც გამოიხატება იმაში, რომ თუნდაც რომ ავიღოთ საბანკო სექტორი, შესაძლოა რომ მათი სერვისის გათიშვა მოიაზრებდეს იმას, რომ მომხმარებლებს აღარ ქონდეთ ცდომა საბანკო აპარატებზე, ვერ შეასრულონ ტრანზაქციები, ბილეთების შემთხვევაში მომხმარებლებმა ვერ შეეძინონ კონცერტისა თუ სხვადასხვა მასშტაბური სპორტული ღონისძიების ბილეთები, იქნება ეს ლოჯისტიკური კომპანიას დაუშვათ, რომელშიც თუ სერვისი გაითიშა, იმას ნიშნავს, რომ მათ ცდომა აღარ ექნებათ სწორ მარშრუტებზე, ანუ ყველა კომპანიას თავისი მნიშვნელობის ციფრული ინფრასტრუქტურა აქვს, რომლის გათიშვაც რა თქმა უნდა აზიანებს გარკვეული ტიპის მომხმარებელს. სწორედ ამ იდეის და ამ პრობლემის საპასუხოდ შეიქმნა Radixi, განსაკუთრებით ჩვენ ეს მნიშვნელობა დავინახეთ ჩვენივე გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩემი ძმა გუჯა ლომსაძე მრავალი წელია უკვე რაც ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს მასშტაბურ ინფრასტრუქტურებს და არის წამყვანი მონაცემთა ინჟინერი და ყოველდღიურ საქმიანობაში ვხედავდით, რომ რეალურად არსებული ინფრასტრუქტურა ეხმიანებოდა ბიზნესის არსებულ მდგომარეობას, თუმცა როდესაც ბიზნესს სურს რომ მასშტაბირდეს და ბევრად უფრო თუნდაც მეტი მომხმარებელი შეიძინოს და მეტი სერვისი ქონდეს, ამას უკვე ეს არსებული ტექნოლოგიები ვერ პასუხობდა. სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ რომ შეგვექმნა Radixi და დღეს უკვე Radixi მოიაზრებს ციფრული მონიტორინგის ხელსაწყოს, ლაივ სიმულაციების პლატფორმასა და AI წინასწარმეტყველების პლატფორმას. ანუ რეალურად კომპანიებს ვეუბნებით არა მხოლოდ იმას, რომ სად გაფუჭდა მათი ინფრასტრუქტურა და როგორ მოაგორონ, არამედ რა და ზუსტად როდის გაფუჭდება. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა კომპანიების უკავშირი როგორია, დაინტერესება რამდენად დიდია და რამდენად არიან ისინი დღეს უკვე თანამედროვე ეპოქაში, ციფრულ ეპოქაში მოწყვლადები მსგავსი მომსახურების მიმართ. ანალოგი არ ყავს საქართველოში, ესეც უნდა აღინიშნოს. საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, რეგიონშიც ვიტყოდი რომ პირველები ვართ. არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი რომ მსგავსი ტიპის AI წინასწარმეტყველება არც საერთაშორისო მასშტაბით ჯერ არ არის დანერგილი, რა თქმა უნდა შესაძლოა რომ ჩვენმა უდიდესმა კონკურენტებმა და გიგანტებად დანერგონ, მაგრამ ვიტყოდი რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით წინ ვართ და უკვე ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, რომ ჩვენ ეს AI წინასწარმეტყველება დავნერგეთ Radixi. კომპანიები რა თქმა უნდა თავდაპირველად როდესაც 2021 წელს ეს კომპანია დავაფუძნეთ, საკმაოდ რთული იყო ზოგადად ამ კომპანიის მუშაობა, ვინაიდან როგორც ვახსენე, ჯერ ხელოვნური ინტელექტიც კი არ იყო ცნობილი საზოგადოების გარკვეული ფენისთვის. ძალიან დიდი შრომა დაგჭირდა იმისათვის, რომ ეს ცნობიერება აგვემაღლებინა. ჩვენ საქართველოში პირველი სალექციო კურსიც კი დავნერგეთ მონაცემთა ინჟინერიის მიმართულებით, რომ ნელ-ნელა საზოგადოება მიგვიყვანა იმ აზრამდე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ციფრული ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა ინჟინერიის არსებობა. და ეხლა უკვე დღეს კომპანიები, როდესაც უკვე ხვდებიან, რომ იზრდებიან და ეს ტექნოლოგია აღარ ყოფნით იმისათვის, რომ გაიზარდონ, უკვე მიხვდნენ, რომ გაჩნდა საჭიროება Radixi-ის. ამიტომ ძალიან კარგად ხვდებიან Radixi-ის არსებობას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ელენე, ძირითადად რა ტიპის კომპანიები ინტერესდებიან და თუ არის რანჟირება რა
ტიპის კომპანიებზე არის მეტად გათვლილი მსგავსი მომსახურება, რომელ სექტორს ეხმარებით ყველაზე მეტად? ჩვენი ტექნიკური ლიდი ხუმრობს ხოლმე, რომ თუ კომპანიის ლიდმა 10 წამში ვერ შეძლო და ვერ ჩამოთვალა მისი ყველა სერვისი და ციფრული ინფრასტრუქტურის ნაწილები, ესე იგი ის უკვე რადექსის პოტენციური კლიენტია. ანუ გულისხმობ იმას, რომ თუ ბიზნესი იზრდება, აქვს ბევრი სერვისი, შესაძლოა ეს იყოს გადახდების სისტემა, მარშრუტები, რუკები, რაიმეს დაჯავშნა, ნებისმიერი ტიპის სერვისი, რასაც ბიზნესი გასცემს, თუ ეს უკვე კომპლექსურობაში იზრდება და მასშტაბირდება, ის უკვე რადექსის კლიენტია. თუმცა აქვე უნდა ვახსენე, რომ შესაძლოა კომპანიებს ან ორგანიზაციებს სულაც არ ქონდეთ მასშტაბური მონაცემები, არ ქონდეთ ჩახლართული ინფრასტრუქტურა, მაგრამ ქონდეთ კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ან მაყურებელს რომ გავუმარტოთ, კრიტიკული ინფრასტრუქტურა არის ნებისმიერი ობიექტი, ან ისეთი სერვისების ერთობლიობა, რომლის გათიშვაც შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს საზოგადოების ნაწილისთვის, შესაძლოა ეს იყოს სახელმწიფო სერვისები მაგალითად. ამიტომ მისი ნებისმიერი წამით გათიშვა უკვე უსაფრთხოებას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ მსგავსი ტიპის ორგანიზაციებიც ჩვენი სამიზნე სეგმენტია, ვისთვის ნებისმიერი კომპანია და ორგანიზაცია, რომლისთვისაც გათიშვა იქნება სავალალო, როგორც კომპანიისთვის, ასევე მომხმარებლებისთვისაც. ელენე, თუ გაქვთ შესწავლილი, რა მასშტაბის ზიანი შეიძლება მიიღოს ამა თუ იმ კომპანიამ, ფინანსური, ასევე რეპუტაციული, თუნდაც რამდენიმე წუთიანი გათიშვის შემდეგ? დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. პირველ რიგში დავახსენე, რომ ყველა კომპანიას და ორგანიზაციას თავისი დანაკარგი აქვს თავისი პროფილიდან გამომდინარე. ჩვენ ამას როგორ ვითვლით? იმ პერიოდში, როდესაც კომპანიის ან ორგანიზაციის სერვისები გაითიშა, რა თანხაც უნდა გამომუშავებინა იმ პერიოდში და გაითიშა, ზუსტად ის არის მინიმალური ფინანსური დანაკარგი, რასაც უკვე კომპანია ან ორგანიზაცია იღებს. ეს არის ერთი ტიპის დანაკარგი. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ რეპუტაციულ ზიანზეც, როდესაც მომხმარებელი ფიზიკურად ვეღარ იყენებს კომპანიის სერვისებს, ან მისი უსაფრთხოება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან რაღაც განსაკუთრებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისი გაითიშა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკმაყოფილო მომხმარებელი პირდაპირ ტრანსფორმირდება იმაში, რომ ისინი წავლენ კონკურენტებთან, ამიტომ ეს უდიდესი ზიანია. თუმცა დაახლოებით რომ ვთქვათ, ეხლა ახალი მონაცემებია გარტნერის, რომ მზარდი კომპანია საერთაშორისო მასშტაბით საათში გათიშვის დროს ყველაზე მინიმუმ $90 კარგავს. ამას ეს არის ყველაზე მინიმალური დანახარჯი, რაც შეიძლება კომპანიას ქონდეს. თუმცა ჩვენ ყავს ერთ-ერთი კლიენტი გერმანიაში, რომელიც საათში €1,000,000 კარგავს, თუ გაითიშა, იმიტომ რომ არის ბევრად უფრო მსხვილი კომპანია, ყავს 17 შვილობილი კომპანია და ბევრად უფრო დიდი მასშტაბები აქვს. ამიტომ ეს საკმაოდ ინდივიდუალურია, რომ რა ფინანსური ზიანი შეიძლება მიადგეს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არსებობს დაფარული ხარჯიც. როდესაც ესეთი აფექტის მდგომარეობა ხდება, ითიშება სერვისი, მომხმარებლები რეკავენ, ყველა გაღიზიანებულია და გინდა რომ რაღაცნაირად კომპანიის სერვისი გადაარჩინო, ხშირად ინჟინრები და კომპანიები ბევრად უფრო მეტ და არასაჭირო რესურსებენ ამ პრობლემის მოგვარებაში. ამიტომ შეიძლება ეს იყოს cloud ინფრასტრუქტურის უცაბედი შეძენა აფექტის მდგომარეობაში, შესაძლოა სხვა ტიპის რესურსების შეძენა, რომელიც რეალურად საჭირო არ არის და ბევრად უფრო დიდ ფინანსურ ზარალებზე გადის კომპანია. და ჩვენ ამაში რეალურად ვეხმარებით, იმიტომ რომ როდესაც აუდიტს ვატარებთ კომპანიებში, სანამ ჩვენ სერვისს დავნერგავთ, პირველი ნაბიჯი არის აუდიტი კომპანიის. პირდაპირ ვეუბნებით, თუ რაიმე გამოუყენებელი რესურსია, რომელიც რეალურად არ სჭირდებათ. ანუ ამ ფინანსურ დანაზოგებში რეალურად რადექსი ძალიან ეხმარება კომპანიებს. ელენე, თქვენ ახსენეთ თქვენი კლიენტი გერმანიაში. გამოდის, რომ ანუ საქართველოს ფარგლებს გარეთ გასული ხართ უკვე, რომ შევადაროთ კლიენტების რაოდენობაში საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ როგორი შესაბამისობაა, რომელ ქვეყნებს მოიცავთ და ასევე გაფართოებას რა მიმართულებით ისახავთ? კი ბატონო, მოხარულები ვართ რა თქმა უნდა, რომ გერმანიაში ყავს კლიენტი, რომელთანაც საპილოტეთ დავნერგეთ რადიქსი. ეს ძალიან დიდი წარმატება, იმიტომ რომ არც ისეთი მარტივია, მით უმეტეს გერმანიაში რაიმე ტექნოლოგიურის დანერგვა რეგულაციებიდან გამომდინარე. საქართველოში თანამშრომლობთ 10 ძალიან მსხვილ კომპანიასთან, მაყურებელი მედია გაგვიგებს, რომ კონკრეტულ კომპანიებს დავასახელებთ მონაცემთა რეგულაციების გათვალისწინებით და გერმანიაში ჩვენ თანამშრომლობთ ერთ-ერთ უდიდეს სატრანსპორტო ტურისტულ კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ კიდევ 17 შვილობილ კომპანიას მოიცავს, საკმაოდ დიდი ორგანიზაციაა. ძალიან კარგად შეხვდნენ ამ სტარტაპს გერმანიაში. ჩვენი ერთ-ერთი მოდელი არის, რასაც ვეძახით რადიკალური გულწრფელობა. ეს რადიკალური გულწრფელობა იყო ის, რაც გერმანიაში ძალიან დააფასეს, რომ პირდაპირ ვეუბნებით კომპანიას, როგორ გამოიყურება მათი ინფრასტრუქტურა, რა უნდა შეიცვალოს და რაში ხარჯავენ ზედმეტად მეტ თანხას. ანუ ჩვენი мотивация არ არის, რომ გაბერილი ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ მხოლოდ იმიტომ, რომ არ გაითიშოს მათი ციფრული სერვისები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ ბენეფიტებიც ნახოს, თუნდაც ფინანსურად. ამიტომ ეს ყველაფერი ჯამში განსაკუთრებით ეს თანადამფუძნებელი
მასშტაბების თემაც, ანუ მათთვის ვასოცირდებით როგორც ქართველი დაძმა, რომელიც დიდ ტექნოლოგიებში არიან. ეს ამ ყველაფერმა ძალიან კარგად იმოქმედა გერმანიაში ეს ოპერაცია. ემოციური ბმაც არის საკმაოდ და მგონია რომ ეს პირველი კომპანია შევძელით და უკვე სამომავლოდ მოვა უფრო მეტი კომპანიაც, რაშიც გვეხმარება სწორედ ეს საერთაშორისო კონფერენციები, რაშიც ჩვენ ძალიან ხშირად მონაწილეობთ. კი ბატონო, კონკურენციაზე მინდა გკითხოთ, ახსენეთ, რომ ზუსტი ანალოგი სოფლის მასშტაბით არ არსებობს, მაგრამ მსგავსი სერვისის მიმწოდებელი კომპანიები რამდენად აქტუალურია ამ ეტაპისთვის, მით უმეტეს, როდესაც კიბერუსაფრთხოების ნაწილში გამოწვევები ძალიან დიდია. კონკურენტები, რა თქმა უნდა, არსებობენ საკმაოდ კარგი კონკურენტები სოფლიო მასშტაბით, განსაკუთრებით ამერიკაში არსებობს ძალიან ბევრი კომპანია, რომელსაც დღესაც აქტიურად იყენებენ კომპანიები, თუმცა მათი ისე დიდიდან გამომდინარეც, ასე ვთქვათ, არ არიან ისე მოქნილები, რომ ესე კომპანიებს კონკრეტულად მოერგონ თავიანთი სერვისების ნაწილში. და არც ისეთი მარტივი არ აღმოჩნდა ასევე თუნდაც დიდი კომპანიებისთვის ესეთი AI მოდელების დანერგვა, როგორც ჩვენ გვაქვს. ან ჩვენ რეალურად რა მოდელებითაც ჩვენ კომპანიებს ვეუბნებით, რომ რა გაგიფუჭდება შემდეგ, ეს არის მათემატიკურ მოდელებზე დაფუძნებული, რაც არც ისე მარტივი არ არის გასაკეთებელი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა უდიდეს საერთაშორისო პროექტებში, ყოველთვის გვაქვს შეხება პირველ წყაროსთან, იმ ადამიანებთან, ვინც რეალურად ამ ტექნოლოგიებს ქმნით და ჯერ რეალურად გეგმაშიც კი არ აქვს ამ პროდუქტის, მსგავსი ტიპის პროდუქტის დანერგვა. ამიტომ ვიტყვი, რომ პრინციპში წინ ვართ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, სამომავლოდ შესაძლოა, რომ კომპანიებმა დაამატონ მსგავსი ტიპის სერვისი, მაგრამ ჩვენ მაინც შევეცდებით, რომ კიდევ ახალი ინოვაცია დავუმატოთ. და ერთ-ერთი ფესტივალი საერთაშორისო ვივატექი, რომელზეც იყავით წარმოდგენილი პარიზში, მოგვიყევით ამის შესახებ, როგორ შეხვდნენ ამ სტარტაპს. რამდენად შეიძლება იყოს თქვენი გადაწყვეტები, ინსპირაცია იმისათვის, რომ მსგავსი სტარტაპები კიდევ შეიქმნეს? ვივატექი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ღონისძიებაა, მხარულები ვიყავით, რომ ვიყავით წარმოდგენილი. ვივატექმა კიდევ ერთხელ დაგვერწმუნა ჩვენი სტარტაპის ვალიდურობაში, თუნდაც ისეთი სტუმრები, როგორც იყვნენ ჯეფ ბეზოსი, თუნდაც ალიბაბას CEO და ასე შემდეგ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ციფრული ინფრასტრუქტურის თუნდაც მონიტორინგი და არა მხოლოდ მონიტორინგი, არამედ წინასწარმეტყველება, რომ რეალურად კომპანიებს უთხრან, სად გაფუჭდება და რა გაფუჭდება. ჩვენ როდესაც ძალიან ბევრი საინტერესო ბიზნეს კონტაქტი წამოვიღეთ და ასევე გავლენიანი ინვესტორებთანაც ჰქონდა შეხება და ძალიან კარგი მოლოდინი გვაქვს ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ვივატექი ეხლა ხანს იყო და მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ამ ღონისძიების შემდეგ, მაგრამ პირველადი შეფასება რაც ჰქონდა, იქ დამსწრე საზოგადოებისგან, ინვესტორებისგან და ესეთი ინდუსტრიის ლიდერებისგან, როგორც თუნდაც ბეზოსი ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა რადიქს და გავცვალეთ ძალიან საინტერესო კონტაქტები და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მომხმარებლები მკვეთრად გაიზრდებიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში. კი ბატონო, გისურვებთ წარმატებას ამ ნაწილში და ბოლოს მოკლედ მინდა აუცილებლად შევეხოთ თქვენი წარდგენის დროს ჩვენ ვახსენეთ ბიცენდ ბრეცელის ლიდი შტუტგარტში, რას ნიშნავს ეს რამოცემულობა, რამდენად იყო მნიშვნელოვანი როლი რადიქსის ნაწილში და ასევე ეკოსისტემაში, სტარტაპების ნაწილში რა როლს თამაშობს? ბიცენდ ბრეცელი საკმაოდ ცნობილია ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვისაც, ხოთა შორის ბევრი ქართველი სტარტაპის ჩამოდის ხოლმე გერმანიაში და ესწრება ამ ღონისძიებას. ეს არის, მაგრამ მაყურებელს რომ განუმარტო, ეს არის ევროპის ყველაზე გავლენიანი ინვესტორების, ინდუსტრიის ლიდერებისა და სტარტაპების ქსელი. ფაქტობრივად ყველა ინვესტორს ვაერთიანებთ, ვინც კი ევროპაშია და ყველა წამყვან სტარტაპს. ეკოსისტემისთვის ეს რას ნიშნავს, რომ რეალურად რა ღონისძიებები და პროექტები სტარტდება, ამაში შესაძლებელია, რომ ქართულმა სტარტაპებმაც მონაწილეობა მიიღონ და მე როგორც ესე ვთქვათ, ქართველი ლიდი, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი ბენეფიტია, რომ იმ ინფორმაციის ნაწილში დაუშვათ პირველ წყაროდანაც ექნებათ ქართულ სტარტაპებს ინფორმაცია, რომ რა კეთდება რეალურად ევროპაში და სად შეუძლიათ რომ მონაწილეობა მიიღონ და გვაქვს კიდევ გეგმები, რომ ბევრად უფრო მეტი პროექტი ჩატარდეს და საქართველოს მოიაზრებოდეს, როგორც რა თქმა უნდა, ევროპის ნაწილი და კიდევ მეტი საერთო კოლაბორაციული პროექტები გქონდეს. რადიქსის ნაწილში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დაგვეხმარა, იმიტომ რომ პირველადი კავშირები რაც გვაქვს ინვესტორებთან, რა თქმა უნდა, საკმაოდ გაგვიმარტივდა, ესე ვთქვათ, რომ რადიქსი პირდაპირ მიგვეტანა ამ ადამიანებამდე, ამიტომ ვფიქრობ, რომ დიდი როლი ქონა ბიცენდ ბრეცელს. კი ბატონო, და ეს არის დამატებით შესაძლებლობების ფანჯარა სხვა სტარტაპებისთვისაც. ძალიან დიდი მადლობა ელენე სტუმრობისთვის, ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ და სიახლეებით გელოდებით ჩვენთან, რა თქმა უნდა, ელენე ლომსაძე, რადიქსის თანადამფუძნებელი და ბიცენდ ბრეცელის ლიდი შტუტგარტში იყო ჩვენი სტუმარი, ვსაუბრობდით ძალიან საინტერესო სტარტაპზე, რომელსაც უკვე საერთაშორისო დატვირთვა აქვს.